მოგესალმებით კოლეგებო. დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი გვაქვს. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერიკაშვილისა და ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში, სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე გაჩქარებული წესით განვიხილავთ. და მეორე საკითხია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თამდევ ცვლილებებთან ერთად გთხოვთ რომ და დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა და გამომდინარე იქიდან რომ მთავრობის წარმომადგენელს სხვა საკითხის გაგვაქვს კომიტეტზე დავიწყოთ მთავრობის ინიციატივით მოусმინეთ ბატონ ვახტანგს აჩიაშვილს და შემდეგ გადავიდეთ ბატონ ლევანის კანონპროექტზე. გთხოვთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი მომზადდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჭიროებისგან გამომდინარე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უფლებამოსილების მინიჭებას იმ ფუნქციის განხორციელებისას, რაც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებათა კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის განხორციელებას, მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათთან დაცული პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია ან საგადასახადო საიდუმლოება. როგორც მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით გაფართოვდა მთავრობის ადმინისტრაციის მანდატი და გარდა მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობისა, მან მოიცვა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილების შესრულების ხელშეწყობის კონტროლის ფუნქციის შესრულება, გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი სისტემისა. ამ ცვლილების შედეგად მთავრობის ადმინისტრაციაში ჩამოყალიბდა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს პრაქტიკულად ყველა მმართველობითი გადაწყვეტილების ონლაინ რეჟიმში დაკვირვებას იმისათვის, რათა შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება იყოს ეფექტური და არ გახდეს შემდგომში კონკრეტული აუდიტის ან სხვა ტიპის კვლევის საგანი. ამ ინფორმაციის დამუშავებისას, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისას ზოგჯერ საჭიროა მიღება ადმინისტრაციულ ორგანოებში დაცული ისეთი ინფორმაციის, რომელიც დაცულია ან პერსონალური, ან საგადასახადო პრივილეგიით, თუმცა შესაბამის ჩამონათვალში, რომელიც ერთი მხრივ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში არსებობს, მეორე მხრივ კი საგადასახადო კოდექსში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გათვალისწინებული არ არის. ეს ინიციატივა ითვალისწინებს სწორედ ამ ჩამონათვალში მთავრობის ადმინისტრაციის დამატებას და უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას, აღნიშნულ მასალაზე წვდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მიიღებს მხოლოდ ამ კონკრეტული ფუნქციის განხორციელების დროს და ყველა იმ პრინციპის დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, რაც მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპს გულისხმობს, ისე საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების დროს. ეს გახლავთ ამ ინიციატივის არსი. მადლობა ბატონო ვახტანგ, თქვენი საუბრეთ სამივე კანონპროექტთან დაკავშირებით. კოლეგებო. დიახ ბატონო. მადლობა ბატონო ვახტანგ. მე ესეთი კითხვა მექნება, ამ შემთხვევაში ავტომატურად აწვდის სამინისტროები და სხვა უწყებები მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურობის დეპარტამენტის ინფორმაციას თუ ეს დეპარტამენტი გამოითხოვს მისთვის საჭირო ინფორმაციას. ორივე მეთოდია გათვალისწინებული. შესაძლებელია, რომ სწრაფ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღებისთვის მონაცემთა ავტომატური დამუშავების მეთოდების მეშვეობით თვითონ მოხდეს მოპოვება და მიღება და შესაძლებელია გამოთხოვაც მოხდეს. ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე სწორედ ავტომატური წვდომის შესაძლებლობის ქონა კონკრეტულ შესაბამის кейსზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მუშაობისას. ბატონო ვახტანგ, აქ არის გულისხმობა ყველანაირი ინფორმაციის გაზიარება, აქ არის საუბარი მხოლოდ კონკრეტული მიზნის ინფორმაციის გამოთხოვაზე და მათ შორის მიღებაზე კონკრეტულ ფარგლებში და არა თითოეულ საკითხზე ინფორმაციის მიღებაზე, ხომ ესეა? რათა ფარგლებით შემოსაზღვრული იყოს და არის კიდეც იდეაში განვით. დიახ, ნამდვილად ასეა. აქ არის გულისხმება ისეთი წვდომა, როგორც კონკრეტულ დაწესებულებას შეიძლება ჰქონდეს, ანუ ნებისმიერ დროს შესვლა და მოპოვება ინფორმაციის არა, უნდა არსებობდეს შესაბამისი შესწავლა საკითხის და ამ საკითხის ფარგლებში
დაიდენტიფიცირებული საჭიროება, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად გვჭირდება შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც ან საგადასახადო საიდუმლოებას შეიცავს, ან პერსონალურ ინფორმაციას. და მთავარი მიზანია უკვე ეფექტიანობის გამოკვლევა, რასაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დიახ, მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე ხასიათის მიზნები აქვს ამ ინფორმაციის გამოთხოვას ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად. ლაივ რეჟიმში კონტროლის. დიახ. კი ბატონო. დეპარტამენტს, იმიტომ რომ ეს შემდგომში აისახება მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში და მთავრობის ადმინისტრაციის დებულების შესაბამისად ცვლილება განხორციელდება უკვე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დებულებაში და მხოლოდ ამ დეპარტამენტის კონკრეტული თანამშრომლის უფლებამოსილება იქნება. როგორც აუდიტის სამსახური იღებს ოღონდ წარსულში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, იგივე პრინციპია ოღონდ ამ შემთხვევაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე არის საუბარი. დიახ. მადლობა. შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ გაქვთ კოლეგებო? ასეთი არ არის. მადლობა ბახთან, ბატონო ბახთან, შევხვდებით მომავალ ხომასში. ბატონო ლევან, გთხოვთ რომ წარმოადგინოთ თქვენი ინიციატივა. მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონების პროექტებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით 2022 წლის 1 იანვარს დასრულდა სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც არ უკავშირდება სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას საფასურის გადახდის გარეშე. აღნიშნული დანაწესი ასევე გავრცელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შესული განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაზეც. თბილისის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს მიიღო გადაწყვეტილება განესაზღვრა ის გეოგრაფიული არეალები, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ვერ ხერხდებოდა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის იდენტურობისა და ზუსტი მდებარეობის დადგენა, რაც შემდგომში ართულებდა რეგისტრაციისა და სამშენებლო სანებართვო პროცესებს. მუნიციპალიტეტმა მიზნად დაისახა თბილისის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების აზომვა აღრიცხვისა და მათზე შესაბამის პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა, რაც ერთის მხრივ მიმართული არის თავისთავად მოქალაქეთა ინტერესების დაცვისაკენ, ხოლო მეორეს მხრივ მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფისაკენ, ვინაიდან ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ბალანსი. შესაბამის არეალებზე მოხდება გაცემული უფლების დადგენილი დოკუმენტების იდენტიფიცირება და შესაბამის პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურის განხორციელება. ამასთან სხვა პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში ასეთ მიწის ნაკვეთებზე დარეგისტრირდება მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2026 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლების ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებების ფარგლებში. დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონპროექტის მიღებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სისტემური რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში, ასევე სპორადული რეგისტრაციის შემთხვევებში საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, 2022 წლის 1 იანვრამდე დადგენილი წესით. ეს არის პირველი საკითხი.
და ნუ აქ რა თქმა უნდა ყველაფერი ლოგიკურია, ანუ მოქალაქეებს საშუალებას ვაძლევთ, რომ ის რაც დასარეგისტრირებელი, ასე ვთქვათ, ქონება არის, ფართი იქნება თუ მიწა იქნება, ნუ გადასახადის გადახდის გარეშე ეძლევათ ამისი საშუალება დაახლოებით 550-მდე ეგეთი მოქალაქე არის და ნუ რა თქმა უნდა ეხა მათთვის ძალიან სასიხარულო ამბავია ესე რომ ვთქვათ. ხოლო მეორე ცვლილება შედის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების საქმიანობა ფინანსდება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობით და წესით. ანუ ჩვენ რაზეც ვაუბრობდით ეს მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, ხო, ის შემსწავლელი კომისია, რომელიც ამას სწავლობს, ზუსტად ამ კომისიის შემადგენლობაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი, ხა კორუფციის შესახებ კანონი ჩვენ რაც მივიღეთ, რომელიც გრძალავს საჯარო მოხელეებისთვის, რომ ერთი და იგივე დროს, ანუ სხვადასხვა საქმიანობა განახორციელოს. ამ შემთხვევაში საუბარი არის აღშესატან ცვლილებაზე, ვინაიდან ეს კომისია კომპლექტდება სწორედ ესეთი საჯარო მოხელეებით, შეიძლება წარდგენილები იყვნენ სამინისტროდან, შეიძლება მერიიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად კომისიამ აუცილებლად უნდა იფუნქციონიროს და ეს არის რაც გამონაკლისის სახით უნდა დაუშვათ ამ კანონის მიხედვით და აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი შეთავსების შეზღუდვა არ ითვალისწინებდა გამონაკლისად იმ პირებს, რომლებიც საქმიანობენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, საზოგადოებრივ მაუწყებელში და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიუხედავად მათი საქმიანობის სპეციფიკისა. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია კანონში გამონაკლისის დაზუსტება ისე, რომ იგი მოიცავდეს როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლებს, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის განხორციელება. ნუ აქაც ხა მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო ესეც გამონაკლისის სახით უნდა დაუშვათ, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არიან თანამშრომლები, რომლებიც შეიძლება ერთი და იგივე დროს, თქვა სხვადასხვა უпростоრად ერთი და იგივე ტელევიზიაში სხვადასხვა პროგრამის წამყვანი იყოს ან ითავსებდეს, თქვა რაღაცა ერთი გადაცემის ასე ვთქვათ გადაღებას და მეორე გადაცემის გადაღებას და ნუ რა თქმა უნდა ეს გამონაკლისი დასაშვებია, რომ მათ თავისუფლად იფუნქციონირონ. კანონპროექტის მიღებით შესაბამისობაში მოვა ორი საკანონმდებლო აქტი და ამასთანავე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს მიეცეთ შესაძლებლობა განახორციელონ შეთავსებითი სამუშაო. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ წინადადება ინიციატივა. ბატონო, თავში აღნიშნეთ, რომ ის მიწის ნაკვეთები, რომელზეც ვერ დადგინდება საკუთრება, ნუ დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხება. და თქვენ თქვით, რომ აღირიცხება ამ შემთხვევაში აღირიცხება მუნიციპალურ საკუთრებაში. ეს მარტო თბილისს ეხება თუ ყველა მუნიციპალიტეტს ეხება? ბატონო გურამ, საერთოდ არ ეხება ეს საკითხი წარმოდგენილი ცვლილება მიწის რეგისტრაციის საფუძვლებს ან პრინციპებს არ ცვლის. საერთოდ არსებული კანონმდებლობა რაც არის რჩება, აქ წარმოდგენილი ცვლილება ერთადერთი რასაც გულისხმობს არის, რომ როდესაც პირები მიმართავენ იუსტიციის სამინისტროს იმისათვის, რომ სისტემური რეგისტრაცია მოხდეს და სისტემური რეგისტრაციის არეალში არ არის მიწა თბილისის მასშტაბით, აღნიშნული დოკუმენტაცია ეგზავნება მიწის კომისიას, ეგრეთ წოდებულ თბილისის მასშტაბით მარტო ამას გითხულობ. დიახ, თბილისის მასშტაბით. და მიწის კომისიაში, როდესაც შედის და თქვა დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორც სისტემურის ფარგლებში მყოფ პირები არ იხდიან მოსაკრებელს და გადასახადს, იგივენაირად არ გადაიხადონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ თანხის საფასურის გადახდის გაუქმებაზე, ასე ვთქვათ და რაც არ იხდებოდა მათ შორის ეხლა წარსულშიც დაზუსტება ხდება და არც 2025
6 წლის 1 იანვრამდე არ გადაიხდება. თორე დანარჩენ ნაწილში მუნიციპალიტეტის ფარგლებში და არეალში არის შესაბამისი პირობების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება, ზუსტად ისე როგორც სისტემური ფარგლებში რეგისტრირდება ხოლმე არსებული კანონმდებლობით და თუ არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაშინ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირდება, თუ მის მიმდებარე ტერიტორია და ასე შემდეგ. ხო, რაც შეეხება ამ საზოგადოებრივ მოუწყებელს, არც კანონმდებლობის მიზანი არ იყო, ესედაც თავისუფლდებოდა და არ ვრცელდებოდა კორუფციის სახებ კანონები საზოგადოებრივ მოუწყებელს აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე, მაგრამ იმისათვის რომ განსხვავებული წაკითხვის სივრცე აღარ დარჩენილიყო, ამიტომ პირდაპირ იწერება კანონში, რომ არ ვრცელდება საზოგადოებრივ მოუწყებელზე და აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. თანამშრომლები შესაძლებელია იღებდნენ ყველაფერს სხვადასხვა კონკრეტული გადაცემის, მაგალითად წამყვანობის, რომელიც თუ გადაცემა დაიხურა, შესაბამისად დამატებით ხელფასსაც არ იღებენ და სპეციფიურია განსხვავებული სამუშაოა, არ არის ისეთი სიპი, კლასიკური სიპი, როგორც სადაც საჯარო მმართველობა ხორციელდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხარდასაჭერია წარმოდგენილი ინიციატივა და მადლობა ბატონ ლევან ამ საკითხით დაინტერესებისთვის. კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები თუ გაქვთ? ასეთი არ არის, მაშინ გადავიდეთ. მადლობა ბატონ ლევან. მადლობა. შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. კენჭი ეხება პირველ საკითხს, რაც ბატონმა ლევანმა წარმოგვიდგინა, ვინ გახლავთ მომხრე? დამსწრეთა უმრავლესობით ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. შემდეგი საკითხია საქართველოს მთავრობის ინიციატივა მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თავმდამსვენებლებთან ერთად ვინ არის მომხრე? დამსწრებირთაგან ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. თავრდღეს გისურვებთ.